აუტსაიდერი ადამიანი. რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირეთ ნომერზე 093330303. ესე იგი ეს გადაწყვეტილება ძალიან აი ესე კანკალით კი მიიღეს, არც ერთი დროშა არ მჭერია ხელში და ადამიანებმა აი ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დამცვეს სკამზე, იმიტომ რომ იციან ვის უნდა დაეტაკნო. ყველაზე ძლიერ მონაწილეს. იცით რის ეშინია და აქამდე სკამზე რატო არ ვსავდნენ ხალხო? აბა თუ გამოიცნობთ. თქვენი ეშინიათ. აი ახლა ვინც კი მიყურებს ახლა აქ 1600 კაცი ვარ. 1600 კაცის ეშინიათ ხალხო. თქვენი ეშინიათ ამ ადამიანებს რომ იციან რომ ამ სახლში ყველაზე მეტი აი თქვენ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს მე და ამ სახლში მე ამ პარასკევს დარწმუნებული ვარ თქვენი დიდი მხარში დგომით ისეთი რაღაც უნდა დავატრიალოთ ხალხო რომ აი ამათ დავანახოთ რომ ჯავახა ბავშვი კი არ არის ჯავახა არის 21 წლის ბიჭი აი ესე როგორც ესენი იძახიან რომელიც აფიქსირებს თავის სამართლიანი აზრს და არ ეშინია რომ თავის სამართლიანი აზრის დაფიქსირების დროს არ ეშინია იმის რომ ადამიანები შეეწინააღმდეგებიან აი ესე დგას და ყველას აბსოლუტურად უფიქსირებს თავის აზრს და არ ეშინია არაფერს მაგრამ აქ არიან ადამიანები ვინც აი ესე მოვიდნენ და თავისი აზრები არ გააჩნიათ გაიგე და სხვისი აზრებით ლაპარაკობენ და მოდი ასეთი ადამიანები რომ სვავენ სკამზე ხალხო ცოტა ძალიან უხერხულია ზუსტად ესეთი ადამიანები რომ სვავენ სკამზე რომელსაც არ შეუძლიათ თავისი აზრის დაფიქსირება ამიტომ რადგან აი ესეთი მამაცური გადაწყვეტილება მიიღო ლაშამ მოდი ახლა ჩვენ ვანახოთ რა შეგვიძლია ხალხო 0933333 თან ამ აუტსაიდერების დღეს გქონდა ივენტზე მოვიდა ვინ თუ გამოიცნობთ ბატარა მოვიდა ხალხო ხო და ეს ადამიანი ჩემ გვერდშია მამხნევებს დღეს შეიძლება აქ დარჩეს თუ დარჩება მით უკეთესი იმიტომ რომ ეს ოთახი ხო გახსოვთ მე ჩემი დამოკიდებულება ხო გახსოვთ ამ ოთახის მიმართ როდესაც მარიამი წავიდა როგორი იყო ძალიან რთული და საშინელი ამიტომ ახლა მოდი ყველამ აბსოლუტურად ყველა კაც ვიყურებს დაუმტკიცოთ ამ ადამიანებს რომ ჩვენ ეს შეგვიძლია რომ გავხდეთ ხმის ლიდერები და ისეთი რამე დავატრიალოთ რომ არც ერთ ჰაუსის ისტორიაში კი არა კიდე ძაბელი ესე იგი ამ გადაცემის ისტორიაში ეგეთი რამე არ მოხდარა მოდი დავანახოთ ეს ყველაფერი ამ ადამიანებს და დაუმტკიცოთ ვის ყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ეს ადამიანები რომ მეუბნევიან ამ სიტყვებს შენ გულშემატკივარი არ ყავს ჯავახ და ეს ყველაფერი ასე ციზახი ფეიკიაო დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი ხვალაც პარასკევამდე ამათ უნდა დავანახოთ რა იცით რა ჯავახ არის ყველაზე ძლიერი აბსოლუტურად ვინც კი ჰაუსის ისტორიაში ყოფილა ხალხო და ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებთ მოგეხსენებათ მომრავდა ესე იგი ესეთი ადამიანები ამ სახლში მომრავდნენ ისეთი ადამიანები ვინების აი ესე თავისი აზრი არ გააჩნიათ მაგრამ აფიქსირებენ აზრს გაიგეთ ოღონდ სხვა ადამიანების აზრებს გახვდებით ხო და მოდი ამ ადამიანებს რადგან აი ესეთი მამაცური გადაწყვეტილება მიიღო ლაშამ მოდი ლაშა და ბაქნიანა ლაშას ვანახოთ რა შეგვიძლია ჩვენ ხალხო მოდი ვანახოთ ამ ადამიანებს ლელუს რომელსაც ეთანხმება სამი ადამიანი ლელუს აზრებით როგორც მოძრაობს სამი ადამიანი დავითი ლაშა და ანა აი ეს სამი ფანპეიჯი ლელუს უჭერს მხარს ხალხო და ლელუ რასაც იძახის იმას იმეორებენ ლელუმ უთხრა რომ ჯავახა აუტსაიდერის სკამზე უნდა დავსვათ აუცილებლადო და არავინ მე დროშა არ მომცა იმიტომ რომ ლაშა იყო ბოსი და ლაშას აუცილებლად უნდა დავსვი და ტასო რომელიც არაფერ შუაში არ იყო და უბრალოდ ლელუს ნათქვამი გაიმეორე ყველა ადამიანმა რომ ტასო თურმე რაღაცნაირად მაგათი აზრით ვერაფერს ვერ იგებს თუ რაღაც გავს ეს დააფიქსირა ლელუნ და შემდეგ წითელი დროშების დასახელებაზე ვინც კი გამოვიდა ლელუს ფან პეიჯები ხალხო ახალი მონაწილეები ყველამ ეს სიტყვები თქვა ზუსტად ანალოგიური ლელუს გაგრძელებული სიტყვები გადაცემას ნახავთ რომ ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანს აი ამ თემაზე ზუსტად ტასოს არ ეკუთვნოდა მაგრამ მაინც მისცეს დროშა ტასოს მისცეს დროშა მე არ მომცეს წითელი დროშა იმიტომ რომ იცოდნენ ამ ადამიანებმა რომ
ლიაშა რომელიც აი ესე დადა გადათქვა რომ მე ეხლა მამაცური გადაწყვეტილება მივიღო ჩემი აზრები კი არა გამაჩნიაო მაგრამ ყველაზე დიდი და მამაცური გადაწყვეტილება მივიღო და თავი ბაქანიდან თავი გამოყო და თქვა ჩაავახავ აი ესე თქვა ხალხო იმდენად ეშინო და კიდე ამ ყველაფერს მაგრამ მან არ იცოდა რომ შეიძლება ჯავახა ხმის ლიდერი გახდეს და სახლში დაბრუნდეს ხალხო მაგრამ ეს არ გაუაზრებია მას არ იცის რა მოელის ამიტომ მოდი ძალიან გთხოვთ Google შემატკივროთ ჯავახას 093333 ახლა ტელეფონზე მართმევენ ამიტომ ყველამ ხალხო დავანახოთ ამ ადამიანებს რომ ჰაუსის კი არა ძველი აბსოლუტურად ძველი შოუები კი არა ყველაზე ძლიერები რო ვართ ამ ადამიანს ვანახოთ და დავანახოთ ის რაც ჰაუსის ისტორიაში არ ყოფილა ყველაზე მეტი ხმები ამიტომ მიყვარხართ გულში და ახლა წავედი და თქვენი იმედი მაქვს 093333 თუ გინდათ რომ ამ სახლში სამართლიანობა მიზეიმოს ხარი დაუჭერთ 093333 და ტასოზე რასაც ვიტყვი როგორც კი ხმას დამიჭერთ შემდეგი აუცილებლად ტასოსაც მიეცით იმიტომ რომ ტასოც აი ესე არასამართლიანად დასვეს სკამზე რადგან ლელუმა ესე უთხრა თავის ფანპეიჯებზე გაიგეთ ამიტომ მიყვარხართ გულში და აბა ნახვამდის დაგემშვიდობებით ახლა მე და მარიამი და ხვალ ან ზეგ აუცილებლად ტელეფონს რომ მოვცემენ ლაივში გამოვალ და გესაუბრებით რა ხდება სახლში ლიაშა ისევ გამოყობს და თავს თუ დავითა თუ ანა ამიტომ აბა ნახვამდის და მიყვარხართ გულში ხალხო გაკოცეთ უი რაღაც ის თქვა დამავიწყა ხალხო გთხოვთ ედიტები გააკეთეთ ისიც რასთან დაკავშირებით გააკეთეთ ედიტები აი რო ვიძახდი აი ესე რომ მეთქი ნაბიჯზე გადადგავენ ეს ადამიანები და გადადგეს აი რასაც ვიძახი რომ მართლდება ხოლმე გეხვეწები სტრიმიდან ამოჭერით და ეს ამაზე ედიტები გააკეთეთ და დადეთ რადგან პარასკევს ლაივზე მოხვიდეთ უღრმესი მადლობა გაკოცეთ გულში აუ არა მოიცა ერთი რაღაც მინდა კიდე გითხრათ ჩემო უსაყვარლესებო კარგი არა არ წამართო ესე იგი ყველა ძალიან მიყვარდათ ყველა ჩემი გულშემატკივარი 2000 კაცი მიყვარდა და რაც დამავიწყდა რომ მეთქვა TikTok-ზე გადადით ახლა 2000-ზე კაცი მაგარი ვიდეოები დავდე 2 ცალი გადადით ნახეთ და კომენტარებში გეხვეწებ 093333 დაწერეთ იმიტომ რომ დამავიწყდა დაწერა ასევე Messenger chat-ში გადადით და გაწერიანდი ჯავახას Messenger chat-ში ყველაფერს გაიგებ და შეიყვებინებ იმიტომ რომ იქ არის ჩემი ჯარის არმია ამიტომ ახლა წავედი მართლა მიყვარხართ გადადით Messenger chat-ში და